ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულებულია. მუზეუმი დღეს პრემიერმა და თბილისის მერმა გახსნეს. რეაბილიტაციის შემდეგ მერაბ კოსტავას მუზეუმი უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღიჭურვა. ასევე შექმნა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდ-საცავი, რაც მუზეუმში დაცული 20,000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილ მოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიც გაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა. ძალიან მოკლე დროში, ფაქტიურად დაუჯერებელ დროში 4 თვეში მოვახერხეთ იმ ექსპოზიციის გამოფენა. გვაქვს თანამედროვე ფონდ-საცავი და ჩვენი 20,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება კარგ პირობებში. გვაქვს საგანმანათლებლო სივრცე, რაც არ ჰქონდა მანამდე მუზეუმს და გვაქვს, რა თქმა უნდა, მემორიალური ნაწილი, რომელშიც ავთენტურობის შენარჩუნება ვცადეთ და მე მგონი გამოგვივიდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით აღნიშნული სივრცის კეთილმოწყობა, სრული რეაბილიტაცია განახლება. გასულ წელს ჩვენ დავამთავრეთ თვითონ შენობის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები, გამაგრებით სამუშაოები. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები, რომელიც იყო კერძო საკუთრებაში მოგვიწია გამოსყიდვა, რომ სივრცე უფრო დიდი ყოფილიყო. ამის შემდეგ უკვე ჩატარდა კეთილმოწყობითი სამუშაოები და დღეს ხედავთ თუ როგორ არის ყველაფერი მოწესრიგებული. დღეიდან შესაძლებელია სტუმრობა აღნიშნულ სახლ-მუზეუმში. 36 წლის წინ 1999 წლის 13 ოქტომბერს მაშინ როდესაც ეროვნული მოძრაობა თავის ზენიტში იყო, მან დაკარგა უპირობო ლიდერი ეროვნული მოძრაობის სიმტკიცის, სინდისის, ზნეობის განსახიერება მერაბ კოსტავა. მისმა ტრაგიკულმა დაღუპვამ გარკვეული წყალგამყოფის როლიც შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენმა ქვეყანამ მაინც ვერ შეძლო არეულობის, შუღლის, ომების თავიდან აცილება და გამოიარეთ ის წლები, რომელიც შეეძლო ჩვენს ქვეყანას თავიდან აეცილებინა.